ეს ჭიათურა, სადაც 1846 წელს გერმანელი გეოლოგი ჰერმან აბიხი ჩამოვიდა გეოლოგიური კვლევების საწარმოებლად. 3 წელიწადში კი მოხსენებითი ბარათი მოამზადა ჭიათურის საბადოს პოტენციალზე. ის ამბობდა თავის მოხსენებაში, რომ ზუსტად 10 წელიწადში ჭიათურა გახდებოდა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქი, სადაც მოსახლეობა ოქროს სახლებში იცხოვრებდა. გამოკვლევების მიუხედავად, ბუნების ეს სიმდიდრე ხელუხლებელი რჩებოდა. ვიდრე 4 წლის შემდეგ აკაკი წერეთლის უშუალო ინიციატივითა და ხელმძღვანელობით არ დაიწყო ჭიათურის მანგანუმის საბადოს გეოლოგიური გამოკვლევა და შემდეგ უკვე მადნის დამუშავება. 1879 წელს კი დაარსდა ქალაქი ჭიათურა და დაიწყო მადნის მოპოვებაც. ის იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საბჭოთა კავშირისთვის, რომ 1921 წელს ისტორიაში შემორჩა ლენინის სიტყვები. ჩვენ საბჭოთა კავშირს ჭირდება ბაქოს ნავთობი და საქართველოს მანგანუმი. ეს დღეისობით ჭიათურის მანგანუმი ევროპის ბაზარზე ყველაზე მსხვილ მარაგს წარმოადგენს, რომელიც დაახლოებით 239 მილიონი ტონაა, ხოლო მაქსიმალური წლიური წარმოება კი 1,18 მილიონი ტონა. რაც იმას ნიშნავს, რომ ჭიათურამ 200 წლის მანძილზე მაქსიმალური წარმოებით რომ იმუშაოს, მარაგი არ მოიგდება. არც მანამდე და არც დღეს, 157 წლის შემდეგ, ჭიათურა არ არის მდიდარი ქალაქი. აქ არც არავინ ცხოვრობს ოქროს სახლებში. პარადოქსია, მაგრამ ისინი საუკუნე ნახევარია სახლის ფუნდამენტში არსებული მილიონობით ტონა შავი ოქროს მფლობელები არიან. თავად კი სიღარიბეში უწევთ ცხოვრებამ და მასობრივ უმუშევრობას ეწვიან. შავმა ოქრომ მათნაცვლად მდიდარი ადამიანები კიდევ უფრო გაამდიდრა. ისინი კი ამ სიმდიდრისგან მინიმალურს, საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად აღაროში ძიმე შრომით იღებენ. ჭიათურის მოსახლეობა 36700 ადამიანია, რომელთაგან 8552 სოციალურ დახმარებას იღებს. ეს ჭიათურის მოსახლეობის 23%-ია. კვლევა ჩატარდა მაშინ, როდესაც ყველა მაღარო მუშაობდა. დღეს ჭიათურის მაღაროები დაკეტილია. 3500 ადამიანი უიმედოდ დგას აქციებზე და ითხოვს როგორც კომპანიისაგან, ასევე მთავრობისაგან ყურადღებას. დოდის გირთით ერთ-ერთი მოშიმშილე გახდა. ცუდად წლების მანძილზე ჭიათურის წიაღისეულით მოტანილი დოვლათი ისევ ჭიათურას სურდა მოხმარებოდა. მაგრამ სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის და კერძო ინვესტორების ხელში ჭიათურას შემოსავლად მხოლოდ თანამშრომლების აღებული ხელფასები დარჩა. ეს აღარც ხელფასი. ჭიათურა დგას ამ ხალხზე. შესაბამისად, პრობლემა არა მხოლოდ 3500-მდე დარჩენილ უმუშევარსა და მათ გაღარიბებულ ოჯახსია, არამედ მთელს რეგიონზე. ამ 3500 ადამიანის ხელფასი ისევ ჭიათურაში ხარჯებოდა, ბაზრებში, მარკეტებში, რესტორნებში, წამლებში, ტრანსპორტში და ასე შემდეგ. თუ ბიზნესისთვის ეს საქმიანობა უკვე არარენტაბელური და უინტერესოა, მაშინ ამ საკითხის გადაჭრა მხოლოდ სახელმწიფო შეუძლია. საქმე იმაშია, რომ ჭიათურის მარგანეცის ამ უხმომგებიანი ბიზნესის მეწილეებს და კერძო შუამავალ კომპანიებს იმდენად გაეზარდათ მადა, რომ მიწისქვეშა სამუშაოებს და ათასობით ადამიანისთვის ხელფასის ხდას ურჩევნიათ წიაღისეულის ზედაპირული მოპოვება, რომელსაც რამდენიმე მძიმე ტექნიკის დახმარებით მარტივად შეძლებენ. ნაკლები ხარჯი, მეტი მოგება, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება, მიწისქვეშა წყლების დაბინძურება, ლიცენზიების პირობების დარღვევა, სახლების მიწაში ვარდნა, კედლების დაბზარვა და სხვა მათთვის უმნიშვნელო არაკანონიერი ქმედებები ნებადართულია. განა არის ის ვიღაც, ვისაც სახელმწიფო ინტერესზე მეტი გავლენა აქვს, ვისაც საკუთარი სურვილისამებრ შეუძლია ამდენი ადამიანი ულუკმაპუროდ დატოვოს. ვინ არის საქართველოში ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესის, შავი ოქროს ფარული მოთამაშე? ასეთ პიროვნებას ალბათ ძალიან დიდი ფული და გავლენები უნდა ჰქონდეს. და მაინც, რა ემუქრება ჭიათურას და მის მოსახლეობას? ქვეყანაში, სადაც საზოგადოებრივ მაუწყებელს 101 მილიონი აქვს წლიური ბიუჯეტი, ხოლო ჭიათურის მუნიციპალიტეტს საბჯერ ნაკლები. ქვეყანაში, სადაც ერთეული ბიზნესმენების წლები მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე 36700 ადამიანის კეთილდღეობა. და ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოს არ შეუძლია დაისვას მშრომელი ხალხის უფლებები, იძულებულები გახდებიან ქალაქი ან უკიდურეს შემთხვევაში ქვეყანა დატოვონ. საბოლოოდ კი ჭიათურა გადათხრილ მუნიციპალიტეტად გადაიქცევა, სადაც ადამიანები აღარ იცხოვრებენ.